ლაპარაკობს და უჩვენებს ბექადე შუბას YouTube არხი, მეგობრებო. დღეს თამაში გვაქვს მორიგი FC ისანი წყნეთი. ვაკენცულაში ვართ, აგერ უკიმერიონის სტადიონი, რა ვიცი, ვისი სტადიონია, არ ვიცი, არა მგონია ეს ვინმე სტადიონი იყოს კონკრეტულად. ალბათ მუნიციპალურია და ვინ შემოვა ისე თამაშებს. მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს და მოკლედ ვემზადებით და ნახოთ, ყველაზე ხანგრძლივ ტურნირში ვართ, ჩართულები როგორც იცით და ამ ტურნირში ვართ და ამ ტურნირის თამაშში ვართ. ახლა შეასრულებენ ლოცვები, რამეები, რომები იქ საგალობელს იგალობებენ, ამ წირვალოცას დააყენებენ. ხუმრობით, რა თქმა უნდა, განწყობა შევიქნათ და დაუბრუნდეთ მერე. ესეც ასე პირველი ტაიმი. პირველ ტაიმს გავაგორებთ ჩვენ როგორც ჩანს. მეგრელამ შემოიყვანა ბურთით თამაში. ვინ შეჭამს მაგასაც ნახავთ საბოლოო ჯამში, თუმცა საჭმელად არ მოსულვართ, აქ სათამაშოდ მოვედით, თუ ვინმე გშიოდათ. გეჭამათ სახში, აქ თამაშობთ, ადამიანები ვართ. ასე რომ ესეთ შეძახილები არ გვინდა რა. კაი ბიჭო. ხო, მოკლედ ასე პირველი აუტი. ბაჭო უკვე გახურებულია. ნატროიქ რაღაცა მანევრირებს. კარგად გადმოიტანა, ბუზალა კარგად შემოტრიალდება. მაიკებს არა ვართ, ეხლა მაიკის გახდებს. ისე ბუზალა. კუთხური მოიპოვა კომლამ, ვისა აუტი უბრალოდ მაპატიეთ. საკმაოდ კარგად ირბინა კომლამ, მეგობრებო, ჩემ თვალწინ მოხდა რაც მოხდა და უცქერდი. ამოდენიმე კაი რაღაცაც გააკეთა. ბურთით შეინარჩუნა კოპალამ. რამის კარში ჩააგდო პირდაპირ. ნატრო იბრძვის იქ. ნატრო იბრძვის. დარტყმა მეკარეს კერძზე მოხდა, გადმოუვარდა. ამ ბურთთან ახლოს ყოფნით, ვაჩეარო, ყავს დღეს. ბუზალასია ბურთი. ბუზალა ბურთს, რა თქმა უნდა, დაეწია. ჩახკიდა. ჯერჯერობით მეტოქის ნახევარზე ვართ, აქტიურად ისო ბუზალა და დარტყმა კიდე მეკარეს შეცდომები აქვს. ვერ იჭერს, ასე რომ ერთი კაცი იქ უნდა იდგეს. უკვე ორჯერ აუხდა ბურთი. კოპალა პირველი. ისევ კოპალა, მაგრამ რაღაცნაირად დაარტყა. კომლა. ბუზალა მარტო რაღაცას აქ მარტო მოიფიქრებს უეჭველი. ჩახკიდა და მეკარის მკლავებში აღმოჩნდა ბურთი, იგი საკვირველი. ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება. პარამეამ საკმაოდ დიდხანს მიაცილა ბურთი და ბევრი კოტრიალი საშუალება მისცა. პირველი კუთხური ჩვენ კართან. მეკარისგან მარცხნივ. ნახოთ, საკმაოდ 1-2 წარმომადგენლობითი დელეგაცია ყავს საჯარიმოში. მოწინააღმდეგე გუნდიდან 1-2-3 კაცია. ნახოთ რა იქნება. ბაჭო უყურებს. კარია ცოტა ხეზგუშელის ჩემ მიკროფონსაც დაეტყობა კარის ოპაცთ. კი, სრიალებს, ვერ ჩააწოდას ბრალი არ არის, სრიალებს ნამდვილად. გააყოლე კომლას.
ცოტა უფრო ძლიერად. კომლა კი არა და ბუზალა. ბუზალა, აი წავი შევიდა სივრცეში. თვითონ გამოიჩენს აქ სივრცეს მე ესე მგონია. აიტანე. კაია, სწრაფად, კაია, პასებით ასე, მარა დაუკვირდით, ბიჭო. დაუკვირდი, მიიღე, რა თუნდა ერთი შეხება ყველა ბურთს. всё, ეს კარში წავა. ვინ არის ერთი შეხება, ბიჭო, ერთი შეხება. რა თუნდა მაგას გაჩერება. არ შეიძლებოდა მაგის გაჩერება, ბიჭო, ერთი შეხება. კუთხური სწრაფად მოვაწოდეთ, მაგრამ რავი, ისევ მეკარეს აწოდიან პირდაპირ ხელში. ვერც ერთმა გუნდმა კუთხურები ჯერ ვერ გამოიყენა. ჩვენ საერთოდ ოპაც. კარგად დაიბლოკა კედელი. ეგრელა შეუულია კიდე დარტყმა. გოლია. აი ესე. მგლები ხართ, ბიჭო. ნახე რა კარგად ნახეს. ბრავო მეგრელ. არ მოვდუნდეთ ახლა გავაგზავნოთ იგივე მაღალ ტემპში. მაღალი ტემპი გვიჭირავს, ეს კაია. 1-0 დავწინაურდით, ჯერ მესამე წუთი არ არის მიწურული, ასე რომ ყველაფერი წინ არის, 1-0 არაფერი არ არის, ჩვენ გქონია შემთხვევები. ერთბურთიანი სხვაობაც გქონია, ორბურთიანიც და მე წაგვიგია კიდევაც ისე დაგვიმთავრებია, ასე რომ ჯერ ეს არაფერს არ ნიშნავს. თუმცა დამეთანხმებით, ვინც უყურებთ ამ ვიდეოს, რომ აი ეს სწრაფი გათამაშებით ძალიან ლამაზად ამოიტანეს ბიჭება კომბინაციით და აქაც შეიძლება გოლის აცდა არაუშავს. აია, საკმაოდ მაღალი ტემპი უჭირავს FC-ს დამეთანხმებით. პირველ ბურთზე თავით დაეტაკა კომლამ. თავი კი არ დაახვედრა, დაეტაკა თავით. არა, ჯარიმა გამოვიმუშავეთ, ოჩახ ბიჭებო. ჯარიმა გამოვიმუშავეთ, მეგობრებო, 17 ნომერი ურტყავს. ჯარიმას რა წერია მაისურზე, ვერ კითხულობ. კაი, ვერ კითხულობ. მოგეთ კედელი დააყენა. დადუმ. საკმაოდ ცოტა კუთხეა, რომ შეიძლება თუ კარში წავიდა, არის შანსი იმისა, რომ გოლი გავიდეს, ძელმა იხსნა რეალურად. კარი დადუმ რაღაცა კი მოვასწრო რეაქცია, მაგრამ საკმაოდ შორს იყო რეალურად ბურთისგან. საკმაოდ შორს იყო. ძალიან ტექნიკურად დაურტყა. დაინახა ღია მხარე, საუცბალი მხარე. ეს მაისურებზე ჩამოკიდება, ამე ისეთია. ნუ აი ჩვენ დავჯარიმდით, ჩვენ მაიკებს გხდიან, არ ჯარიმდებიან. საინტერესოა. კიდევ ერთი ჯარიმა. თავი დაახვედრა კოპალამ. საიდან გაატანინეთ. როგორი უწყინარი გოლი. რა შეაქმნეინეთ, ბიჭო. მათ გასატანი მომენტი როგორ შეაქმნევინეთ, ნუ გადამრიეთ, ბიჭო. რამდენი ხართ, ნახეთ გოლი როგორ გაატანინეთ, ბიჭო. აი გავთქვი წეღან რა, ერთ გოლს გაიტანენ და всё. ანა რამდენი არიან, ბიჭო და ტიპებმა არაფერსგან საგოლე მომენტი. ესეთებს ხშირად აკეთებენ. აი შეცდომა აქვს ძალიან ხშირად რა, რომ აი აბსოლუტურად ისეთი რაღაცა უწყინარი 0%-დან აქმნევინებენ ტიპებს საგოლე მომენტებს ჩუქნიან რა, ესე პირდაპირ რა. კუთხური. გაათამაშეს ბიჭებმა. არა, ესე ძალიან აჭრაც რა ვიცი. აუძე მოიგერია. ოსე. მოვაწოდეს აუტი. ჯერჯერობით მეტოქის ნახევარზე ვარ. თითქოს რაღაც უპირატესობები გვაქვს, მაგრამ საგოლეთ ვერ ვიყენებთ რეალურად რა. აქაც შეიძლება კიდე გოლის დაარტყი. ოჩაღმეკარე.
გაცილე, გადავიდო და გაცილე. და ჩავერთე თამაში. გადავიდა. ბუზალა აქ მარტო წავა უვეჭველი მივხვდი მე მაგას. ახე რამდენ ადამიანს გაუარა რა აქ ჭირთ ბიჭო. რას მოდუნდებიან ხოლმე რაღაცა დაეტაკებათ ხოლმე რა. დაუბლოკეს ბუზალას. დაარტყი. კიდე გაცურდნენ. მინდორი ნამდვილად ძალიან სრიალებს. ძალიან სრიალებს მართლა რეალურად. მინდორი რა, ნუ ეს ხალიჩა რაც არის. მეც ვიწუნია ჩემს თავზე, კაი, ტრაკზე დაარეხება. ნატროს არ დააცადეს თუ ვერ მოიხელთა თუ რა გააკეთა, ვერ გავიგე. ნუ პასი გარედან. შეტევები ბევრი გვაქვს, მაგრამ გოლით ვერ ვამთავრებთ. მაგრამ როგორ ხდება, ნახეთ, არ გაიტან, გაგიტანენ, ეგეთი პუნქტია რა და ასე რომ თუ არ გავიტანეთ გოლი, ესენი სწრაფად გაიტანენ მეორე გოლსაც და მოგიწევს მე თამაშის თავიდან დაწყება. ნუ პრინციპში ახლა სახელმწიფო თავიდან თამაშობთ ერთ-ერთად. შეიძლება. ჩაუჭრეს. იარე. აი ესე. იარე. არა, მანდ ვისაძლევ მოსიძე, კარგად. კომლაძე, გაიხსენი კომლა. გაიხსენი, აი ესე. არა, ბიჭო, არა, ბურთს უყურეთ. პასი მოსიძეზე ესე. არა, ვისაძლევ, ბიჭო. მოსიძე, დააკვირდი, ის მზად არ იყო შენი ბურთისთვის, ბიჭო. მზად უნდა ყოფილიყო, განა არა, მაგრამ. აჰა, შეიძლება აქ ახლა უცბად მაღალი პრესინგის დაორგანიზება და ეგ არის. ისევ მოსიძე, ისევ ბუზალა უფრო სწორად. ჩაუგდე მეგრელას. აი ესე. 2-1. ისევ ბუზალას და მეგრელას ტანდემი 2-1. კარგები ხართ, კაია ბუზალ, მეგრელ. 2-1. ისევ დავწინაურდით. განაახლეს თამაში. ორი გოლი ვიხილეთ უკვე პირველ 12 წუთში. დაახლოებით ბუზალ. იარე, ცოტა გაისწორე ესე დიაგონალურად რომ მეათე რომ აგბურს დაარტყი, სწორია. ერთი კაცი. აი ესე რა. არა, უშავს, ვერ მოიხერხეს. დასარტყმელ პოზიციაზე ვერ გავიდა. აუტი. ნელა. ვაწოდა მოსიძე, ბუზალა, გაიყვანე კომლა. ახ. გორსივცეებში შეძრობა ხოლმე, რაღაცას გაამწვავებს ესეთი უხერია. დაარტყა. ახ, არ მისცეს საშუალება.
დაარტყი კობლა. აი ეგრე. აიტანე. ეჭიდაო, მაინც დაკარგა. ჩაუწე, ოპა, ჯარიმა, გაიჩალიჩა კოპალიანმა. მოგეთ კოპალიანი როგორ სახიფა თუ რაღაცებს გაიჩალიჩებს ხოლმე, ესე იგი გამორჩეულია იმით, რომ დასწრებაზე თუ არ მიდის, მე ჩეხავს და ესე დაგვიდებო ხოლმე ჯარიმებს. არ შეიძლება ესე, არ შეიძლება. მაგას ჯობია პოზიციონირებაზე ფიქრო ვიდრე იმაზე რომ მოდი რა თუ გამასწრო დავჩეხავ. აქ შეიძლებოდა ახლა ოპერატესობა მოეპოვებინა, მაგრამ ნუ ბოლო-ბოლო წააქცია და ასეთები კოპალას ხშირად მოსდის ხოლმე და მე ხშირად გოლიც გადის ხოლმე. დაუბლოკეთ. აი ეს ფეხის აცელები. რა იყოთ ბიჭო ეს საჯარიმოში ფეხის აცელები რა იყო რა არის ბიჭო ბურთს უყურეთ წავიდა ნატრომ დაქოქა ნატრო სწრაფი ყავს მაგრამ ძალიან სუფთად ითამაშა იქ ბავშვმა და ართვა ნატროს აწოდა მაინც მოახერხა. გაისწორე დაარტყი, აი ეგრე. აო, დაუბლოკეს. დაარტყი. აი ეგრე შეგენაცვალე, აბა რა. გელი ხარ ბუზალ. გაიყო, ფაქტურად კომლას დარტყმამ გამოიწვია, გამწვავა ეს სიტუაცია, ბოლომდე შევინარჩუნეთ და იქვე თამაშით იმათ დაბნეულობით ვისარგებლეთ და ბუზალამ ოსტატურად შეასრულა გოლი. 3-1 საკმაოდ სანახაობრივი თამაში გამოდგა პირველ 15 წუთში, 4 გოლი ვიხილეთ. 3 გავიტანეთ, 1 გავგვიტანეს და ის 1-იც რაღაცა ქველმოქმედებას გავდა, იმიტომ რომ აბსოლუტურად უწყინარი ესეთი შეიქმნა სიტუაცია, შეუქმნეს. ნუ ბურთის ფეხისაცელას ისინიც კარგად ახერხებენ. ეს ყველაფერი გამოუცელობა, ცოტა შეში, ცოტა პანიკა, ცოტა მობილიზების ნაკლებობა. კოპალიანი შემოიტანს ბურთს თამაში. აუტი, ბაბუჩა ერთო თამაში, აქედან ხმარი მყავს. ხან მევაწოდი ხოლმე, როცა ჩემთან მოდის და FC Sport, რაო. ვინ მითხავ ბაწყნეთი, რატომ მითხარ ეს კაცო, ბაწყნეთი? სპორტი უნიო თუ რა წერია? ნუ კაი გავარკვევთ მე. რაღაცა დიდები მეჩვენებიან ეს ბიჭები, რაღაცა ნამეტანი, თო რაღაცა მინდა მოკრძალებულად თქვა, მაგრამ რავი 14-15-იანებს გვანან ახლა ეს რამოდენიმე. კარგი, მოკლედ ესე როგორც არის აუყოთ ახლა. გაიხსნა. რა ისა ბოსიძე რა კარგ პასებს აძლევ, რო გიყურებ, ესე იგი ამათ რა ვიცი რა. იმენა იდეალურ პასებს აწვლის რა. ნატროს უნდა თავის გოლი, ნატრო მეკარე ნახე როგორ კარგად გამოვარდა, ოჩაღ მეკარე. ესე უნდა. დასწრებაზე გამოვასწრო. ის ჯარიმა. ჩვენ მოიპოვეთ ჯარიმა, უბრალოდ იმათ მოიპოვეს ჯარიმა. გაათამაშეს ბიჭებმა. შემოვიდა სადაცა ჩვენთან და ესე შიშით ბიჭო რამდენი ხარ ცოტა გაიშალეთ რა იყო კაცი მაინც ადით ბიჭო აჰა რამდენი მოვატყუა ამ ერთმა კაცმა გოლსაც გაატანინებენ
ნახე. აი ესე ეთყობოდა რა. რეებს აკეთებთ, ბიჭო, რეებს აკეთებთ, ბიჭო. აი აქ დგანან 7-8 კაცი ერთად და შეყრილები. ნუ არ ვიცი რა, ზად ერთდასგებიცები ჩუქნიან გოლებს რა, პირდაპირ ჩუქნიან რა. აი იყო საქველმოქმედო აქციაში ხარ ჩართულები, ბიჭო. როგორ შეიძლება ასეთ უწყინარ სიტუაციაში ესე გოლების მიცემა? აი არ ვიცი რა ბიჭო რა. აჰა, გაიარა ბარამია მთელი სტადიონი ირბინა ჩავიდა ბიჭი. სო, შეიძლება დარტყმა. აი ეგრე, აი ესე. სამწუხაროდ მე ცოტა იქე დავტოვებთ კამერა. იქეთ ვაკვირდებოდი, მაგრამ ნუ გოლია 4-2, მეგრელამ გაიტანა. მოკლედ ბარამიამ შექმნა. ბრავო! საგოლე მომენტი ბარამიამ შექმნა, ირბინა და ჩაიტანა, რა ვიცი, თავის კარიდან ბეტოქის კარამდე, მოწინააღმდეგე გუნდის კარამდე ჩაიტანა ბურთი და საგოლე სიტუაცია შექმნა. მინდა გითხრათ, ჩვენი ბიჭები დაცვაში რაღაც სულელურ შესწავლას უშობენ, მთლიანობაში ძალიან ლამაზ ესეთ ჩაფიქრებულ, გააზრებულ თამაშს თამაშობენ და რო არა დაცვის ის რამოდენიმე შეცდომა ეს ორი გოლიც არ გავიგო და უბრალოდ მართლა თვითონ უწყობენ ხელს იმაში, რომ შვიდად შევიდნენ და გოლი გაიტანენ რა. ნატრო ამწოვებს იქ სიტუაციას. კიდე შეიძლება აქა ერთი შეხებით ეგარი. აი ეგრე 5-3. ბრავო! გლები ხართ. 5-3. კოპალიანმა შეიწია, ამოიწია. რაღაცა იქ შექმნა კიდეც. ორჩა? რა ვაპაუზე ამნაირი ასეთი თო. 5-2 მშვენიერი ანგარიში დასრულდა პირველი ნახევარი. ბუზალ. გელი ხარ. მეგრელ. მაღალ ტემპში ხარ და შეინარჩუნე. ხურდება მისტერ გაბრიელი. მეორე ნახევარში უნდა შევიდეს. აი მაღალი ტემპი ეჭირა მთლიანობაში. დაცვის ის რამოდენიმე შეცდომა რო არა ეს გოლიც აჩუქეს რა. ბიჭო ხო რაღაცა აი მეორე გოლზე და აი აქ იყო კუჭკა, აი აქ. არა. როგორც კი გაიშალა თამაში დაცვა დარჩა შუაში. ის ბარამია როდგას იქითა ფლანგი კაი. იქითა ფლანგი ვერა. აქეთა ფლანგი ორი კაცი ვაკი. ო რაღაცა ბიჭო აი უწყინარი სიტუაციაში იქნება. ჩვენ ვაძლევთ, მართლა ჩვენ უქმნით საგოლე სიტუაციებს, მაო ნაღდათ მასე. ახლა შეგე. კაი, პირველ ტაიმში ვიხილეთ 7 გოლი. ნახოთ რა იქნება მეორე ტაიმში. 5-2 დამთავრდა პირველი ნახევარი. აქედან მე მგონი, რა ვიცი, 4 გოლი გაიტანა ბუზალამ თუ 3. ეგრე ლამაც. მეორე ტაიმს დაიწყებენ. მოწინააღმდეგე გუნდი, იმიტომ რომ პირველი ჩვენ დავიწყეთ, აგერ ჩემთან. ჩემსგან მოხვდა ბატონი ნატრო. კარში როგორც ხდება ხოლმე ძმურათი ნაწილებენ პირველ-მეორე ტაიმს დადუდა ციყვი. საინტერესო მეორე ტაიმი გვექნება, იმიტომ რომ პირველ ტაიმში ვიხილეთ 7 გოლი, აქედან 5 ჩვენია, 2 მოწინააღმდეგე გუნდისა. ახლა თუ ისევ იგივე მაღალ ტემპში შევინარჩუნებთ. აი ესეთ დროს უნდა დაორგანიზოთ ხოლმე მაღალი პრესინგი. ამ ტემპს თუ შევინარჩუნებთ, გოლებს კიდევ ვიხილავთ აუცილებლად. ნუ აქ რაღაცა მოიგონა ეხა ბუზალამ ეს ცოტა ესეთი ახომ ზედმეტი. იყო კოპალამ, ჩახკიდა კოპალამ. სწრაფად არ უნდა ამდენი ფიქრი. ძალიან ცუდი კუთხეა იქიდან შემოტანა. დაცვაში 1 2 3 4 5 6 კაცია ერთდროულად. თუ 7. ნახე რა კარგად სუფთად მოსიძენ. აი ეს რეალებს ფეხი აკვირდებით ბავშვები როგორც სურავენ. ეს არის დასაყრელი, აქვეა კროშკაო თუ.
ნუ აი ამ ბავშვს რამდენჯერ მისცეს უკვე ბიჭო. რამდენჯერ მისცეს უკვე ასე ჩამოსული საშუალება. ხუთი 3. სტრაფი გოლი ვიხილეთ ჩვენ კარში 5-3. მე რამდენად მისცეს ამ ბიჭს ესე გასული საშუალება, მე რამდენად. ოჩახ ბუზალა რა კაი იყო. ოჩახ ბუზალა, აი რა კლასია კამ ბავშვს მოკლედ რა. ახლა რა დღეშია სად გაიყვანა მეკრელ? აი ეგრე ბუზას გელი ხარ ბიჭო. საღოლ მეკრელ ეს რა იყო ბიჭო? საღოლ. აი ეგრე ბიჭებო. ნახეთ რა შექმნა ბუზალამდე. მეკრელამაც რაღაცა მე მოგონა ვერ მიაღწევდა კარამდე, მაგრამ არა უშავს, სწრაფად დავწინაურდით კლავაც 6-3, ესე იგი 9 გოლი ვიხილეთ, 9 გოლი ვიხილეთ. აი ამ მოკლედ დროში. მოკლედ PSG Bayern-ს გაუთანაბრდით ჯერჯერობით ანგარიშებით, ეგრე იყო არა, როგორც მახსოვს. სპორტუნი ქვია ამ გუნდს, წელს წავიკითხე. ჯარიმა მოვიპოვეთ ამასობაში, მე სადღაცა სხვაგან ვიყავი. ამათ მაისურზე რა აწერიათ. მოგეთ ამჯერაც მე თვითონ შევეცადე, ისა არ გავარკვიე და უბრალოდ კითხულობ, რომ რა გუნდს ვეთამაშებ, იმდენჯერა არასწორად კარნა ხოლმე და ამის მერე მე თვითონ გავარკვე ხოლმე რა. რა წყნეთი, კაც სპორტუნი აწერიათ ბავშვებს. მოგეთ მეგრელა შანსი იმისა, რომ კიდევ ერთი გოლი გაიტანოს, აქედან გატანის გამოცდილება აქვს მეგრელას და ისე აკრეფილი, რომ მეთებში კარისკერო წასულიყო, მე კარე ადგილზე იყო. რაფად შემოიტანეს, კლავაც. ბიჭებო, ახლა არ დაკარგოთ, მაგრამ აიტანეთ, ბიჭო. აი მე რეებს აკეთებენ, რეებს აკეთებენ. აიტანე. აი ესე. გაიყვანე, ნატრო, ბიჭო, ნატრო, აქეთ გამოიხედე. ბიჭო, ასეთ პასს რო გაძლევენ, ეგრე უნდა მიხვდე რომ ის იქეთ წავა რა, სატრიალდებით იქეთკენ, ბიჭო. ვერ კითხულობენ ერთმანეთის. ბუზალა დღეს ესე იგი გაგიჟებულია. არა უშავს, ნატრომ ვერ მოახერხა. მისდიე ბურთს, მიიღო ბუზალა. შიგნით შეიგდო ახე რაღაცა ჩაკიდება უნდა და რა ქვია მას პატერნ ვერ მახსოვებ ამ ტერმინებს. მოკლედ ძალიან დინამიური თამაშია, ასე თქვით. მე кайხანია ასეთი დინამიური და საკაიფო ტემპში თამაში არ მინახია, ჩვენი ბიჭები გლიჯავენ დღეს ძალიან მაგარ ფორმაში არის. არ გადავიდა, შეინარჩუნა ყოჩა. ჩაგდე ეგრევე, აი ესე. არავინ არ არის. აი. არა უშავს. კოპალიანმა გარეტებით მარცხენა ფეხით ბუზალას ბურთი დაეცა. ახლა კაი პასი დაარტყი. გარედან. კუთხური. ნატრო აწუდეს. ეგრელა იქვე გაითამაშეს ბიჭებმა. კოპალ ჩააგდე. დაარტყა კოპალამ, რა იყო, რა საკეთე. კარში მაინც დაარტყი თუ გოლი გინდა ბიჭო. 6-3 რა ნომერმა მიიღო, მაგრამ ვერ შეინარჩუნა, უბრალოდ ცუდად მიიღო, მოდი ვთქვათ, კომლა. ეგრელა მოსიძე. ორი პასი, მოგინება ბუზალა რასგანა. კარგია, ი არა. მაგრამ ვერ
ვერ გავცდით. აქ შეიძლება ახლა ბურთის შენარჩუნება, მე ბრძოლა ჩააგდე, აი ესე. კოპალიანი გაჭიმავს როგორც მეგონა, აი ეს ნატროს მოცელში. დაბნეულობა აქვს საჯარიმოში, ბევრნი კი არიან, მაგრამ დაბნეულობა აქვს. აუტი. ერთი კაცი, ბიჭო, ერთი კაცი კართან ახლოს და გოლი იყო, ფეხს დაახვედრებდი უბრალოდ და всё. შეიძლება აქედანაც პრინციპში. არა, მანდა, მიიღე, ბიჭო, რა თუნდა ეს ერთი შეხება, მიიღე. დაარტყი, აიტანე. გაბრიელ, ამოდი ხოლმე წინ, ამხელა გაკ საჯარიმოში, ამოირბინე, ბიჭო. სწრაფად მიდის, კაი ტემპით მირბის კოპალიანი. ოჩა! კაი ბიჭი ხარ! აი ესე, თამაშს უყურებს და აკონტროლებს ხოლმე, ეგრევე იგრძნობა. კაი კუთხე დაუბლოკა. რეაქციები კი აქვს სწრაფია მოხერბავს ამას, ძალიან წვრილმანი შეცდომები აქვს, წვრილმანი. არა უშავს 11 წლისაა, ბევრ ამას ისწავლის ჯერ გაბრიელიც და დუც. ვარჯიშობთ, მუშაობთ ამაზე, არა უშავს. შეცდომები უნდა დაუშვათ. ბევრი რომ იქ დიდ სტადიონებზე შეცდომები უბრალოდ აღარც კი გვახსენდებოდეს, რომ როდესმე არსებობდა. 6-3. ტემპმა იმ გაგებით რომ გოლები აღარ არის დაიკლო, მაგრამ ბურთი ძალიან აქტიურად გორაობს და აი ეგრე გამოვარდნაზე. იარე, ბუზა, ჩატეხავ ადვილად მაგას შენ ორივეს. იარე! აი ესე, გაიგდე წინ, აი ესე! სისტრაფე გა ყველაფერი გა. აგარია ნატრო ფლანგზე რა. აი ესე, დაარტყი. არა, წინ გაიგდო, ძალიან წინ გაიგდო. სწრაფად ბარამია, სწრაფად. აი ესე. დაარტყმევინებენ? ნუ ესეც ისევ ამათი შეცდომა 6-4. გავიტანეს. ისე და ისევ ჩვენი შეცდომა. დაეტაკა თავით. ხერა პასი ჩააგდეს.
კუთხური. გადაარჩინა. ერთი კაცი ბიჭო. ოჩახ ჩაგდე ბიჭო მოსიძე აი მაგიჟებს ეს ბიჭო სულ იმათ აძლევს პასებს ესეთი რა არის მოსიძე გადახტილია ძმა თუ რა არის ჩაყევით არ გაატანინო თამამად სიძე არა და ბუზალა პასი ეგ არის გადარჩნენ კაია კაი კოპალიანი ეგ არ უნდა შეგეშალოს ბიჭო არა ფიზიკურად დიდია ეს ბავშვი ვერ უკაჩავენის ბავშვი პატარები არის ეშინიათ რომ მივიდნენ რაღაცას იტკენეს. ორიც არის ახლა ბავშვები არიან პატარები. მეიღო ბუზალა. არა, ოჩახი იქნება თუ გავა ბოლომდე. აუტი. სწრაფად გავათამაშეთ ისე რომ თვალიც ვერ მივადევნე. საიდან დაარტყა. კაი. კარის გადაარტყა, კარში კი წავიდა, მაგრამ მეკარე დახვდა. ჩადი დაეხმარეთ, ბიჭო, რას უყურებთ? გააყოლე მეგრელას. აი ეგრე. ყოჩა. ჯიგარი ხარ. აბა რა, ბიჭო. აი ესე. ყოჩა. დაშვიდე გოლი. 7-4. როგორ ოსტატურად კიდე მეგრელა ნატრო მაქენა გაისწორე და მარჯვენად ნატრო ეგრევე გარბის ხომ ფლანგზე იქნა კარგად ართულებს ხომ 7-4 11 გოლი ვიხილეთ ჯერჯერობით ნაზად დაარტყა ნატრო მაუღელებლად ბიჭებო ეხა ნუ დაახვევინებთ თავზე მთელ გუნდს იარე თვითონ კაია არა უშავს არა ბიჭო რა შიშები გჭირთ ეს ბურთთან რატო გაქვთ ეს შიშები ბიჭო რა გჭირთ არავინ არ გიშლის ხელს შულო მიეცი წესიერი პასი ჩემსაცზე 16:38-ია ნუ პაუზებით ალბათ 2 წუთი ჩატეხილი მაქვს დრო კიდევ არის 7-4-ია მე რა 7-4-ს
დითული მე და არ მგონია ანგარიში მეშლებოდეს. ექვსი წუთია, მე მგონია 6 წუთი ანიშნა. მეგრელა ისო ბურთით. ისო გოლია. ვაიმე, ვინ აცილა? საკაი შანსი მისცეს. არა უშავს. აიტანე და ბიჭო აიმე გაათამაშეს ვინ არის იქ? ერთი კაცი არა, ნატრო უკან უნდა წამოგოღო ბურთი, მანდ რა გინდოდა კაც. დაიკარგა ბურთი. აღმართა გაბრიელმა კედელი იგი საკვირველი ოხდა კედელს მეკარის მიმართულებით მეკარისგან მარცხნივ აქვე გაათამაშეს ბიჭებმა მოიპოვეთ აიტანე უბრალოდ აიტანე აჰა ნატროს ენის ისტრაფის ხარჯზე აქ ბურთი შენი უნდა იყოს ზეთხაზზე გაიარა ბურთმა გააგორდა ბურთი სწორად დაეწია ბარამე დაეწია შეგენაცვალა აია მეგრე გააყოლე ნატროს აი ესე ნატრო იარე მეგრელა შანსი გოლი რო გაიტანო საჯარიმო დარტყმით არა გაათამაშა და ბუზალა სწორა არ დააცადეს ბუზალას არ დააცადეს კიდე არ დააცადეს მაგრამ ბურთი შევინარჩუნეთ აცილა და გოლი არ ჩაითვალა კაი თამაში იყო მართლაც კაი თამაშია ჩვენს ბიჭებმა საულ ავიგეთ 7-4 თუ ანგარიში არ მეშლება ყველა კარგად იყო მოწოდების სიმაღლეზე კაი ბიჭები ხარ წარმატებები კაი თამაში აგარი თამაში ითამაშეს ხო მაგრამ ნახე ხო ამაზე მეტი შეუძლია ანუ იმას მინდის თქმა არ მინდა რომ ბიჭებმა არის შემოზათ რაო ციყვი კაი ბიჭი ხარ პირველ ცედი გავუშინა რა მაგრამ იცი რა არის მომისმინე
ბურთი სამოტანას როცა იწყებ. აირბინე საჯარიმოს ხაზამდე, პირდაპირ შენი ხაზიდან რო აირბინე და ამოვარტყე. მაშინ ნერვიულობს. ამ ხელა ადგილს მოიგებ, შენ რო ახვიდე. ნახე. როცა ჩვენ გვაქვს ბურთი, არის შეტევაში. გააგინა კავშირობდა ხო? არა მოდიხარ ხოლმე თქო. კიდე საჯარიმოსაც უნდა გაცდე. რატო იცი? გადმოვარდნილ ბურთს ცენტრალური მცველი ხდები შენ, მეკა. ხდები ცენტრალური მცველი. გადმოვარდნილ ბურთს შენ სათამაშო სიტუაციასთან უნდა იყო ახლო. შენ რო კარში იყო, ნახე გამოიქცევა ის და ერთ-ერთზე დადგება. არა და შენ რო ახლოს იყო უკვე ახლო ხარ ასული. ერთიანი დაიტანს. აი მაგით უნდა იყო ასული. ხდები? კაი ბიჭი ხარ, კაი ხარ. კარგები ხარ, კარგები. ოჩახ, აუ 7-4 ხო? აი ბიჭი, მაგრამ მოწინამდე გეგუც მაგარ პასებს აძლევ. ილოცავთ, აი ხო 7-4 დამთავრდა. ხო, მე რა დავთვალე მას 7-4. 7 ნუ მე როე არ ჩაითვალა ხარ, დასტვენილი, ანუ პირველი რო დაუსტვინა, შენ მაშინ დაარტყი და ორი მერე მიაყოლა. მე ვერ მივხვდი რომ ამთავრებდა. ისენი ავიღეთ. ყველაფერს ის ვერ წამოიღეთ. ამასობაში გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, თქვენთვის მხოლოდ ერთი წკაპია ჩვენთვის ძალიან დიდი საქმეა. ბექადეშუბა 83. მადლობა.